რა ანგარიში დასრულდა ეს წელი ჩვენი ქვეყნისთვის, როგორი იყო ქვეყნის წინსვლა და პროგრესი გასული 1 წლის განმავლობაში, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გასულ წელს 2025 წელს გაიზარდა 7.9%-ით, ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა 3.9 მილიარდი დოლარით გასული 1 წლის განმავლობაში 2025 წელს, რაც არის შთამბეჭდავი აჩვენებელი. პირველად ისტორიაში საქართველოს ეკონომიკა გადასდა 100 მილიარდ ლარს და შეადგინა 104.6 მილიარდი ლარი. მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წელს, როდესაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, ჩვენ დაგვხვდა ეკონომიკა 28 მილიარდი ლარი, 28 მილიარდზე ნაკლები და სულ რაღაც 5 წლის წინ 2020 წელს ჩვენი ეკონომიკა იყო 50 მილიარდზე ნაკლები. ეს ნიშნავს იმას, რომ გასული 5 წლის განმავლობაში ლარში ჩვენი ეკონომიკა გაორმაგდა, დოლარში კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მოვახერხეთ ლარის კურსის დასტაბილურება, გამყარება. შესაბამისად, გვაქვს ზრდის ძალიან შთამბეჭდავი აჩვენებლები, როგორც 5 წლის ჩრდილში, ასევე გასული წლის განმავლობაში. დოლარში 2020 წელს ჩვენი ეკონომიკა იყო 16 მილიარდი, ხოლო 2025 წელს გახდა 38.1 მილიარდი. ეს ნიშნავს იმას, რომ დოლარში კიდევ უფრო შთამბეჭდავია ჩვენი ზრდის აჩვენებელი. საშუალო ზრდა გასული 5 წლის განმავლობაში შეადგენდა 9.3%-ს და რომ ავიღოთ იანვარ-აპრილის აჩვენებლები, ზრდამ შეადგინა წელს უკვე 8.2%. ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი არის შენარჩუნებული მიმდინარე წელსაც და ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რა თქმა უნდა, ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. ჩვენ ვატარებთ ხოლმე ჩვენს ეკონომიკას, მოლდოვის ეკონომიკას, რომელიც არის ასევე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და მინდა გითხრათ, რომ ამ 5 წლის განმავლობაში სხვაობა საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკებს შორის სხვაობა გაიზარდა 13.5 მილიარდი დოლარით. ეს ნიშნავს იმას, რომ სხვაობა ჩვენს ბიუჯეტებს შორის უშუალოდ გაიზარდა დაახლოებით 3.5 მილიარდი დოლარით. თქვენ იცით, რომ მოლდოვას ამადლიან სესხებს, რომელსაც აძლევენ ამ წლების განმავლობაში, ეს სესხებიც არ შველის მოლდოვას იმაში, რომ გაუმჯობესოს საკუთარი ეკონომიკური მაჩვენებლები. კიდევ ერთხელ, ამ 5 წლის განმავლობაში მოლდოვას ეკონომიკებს შორის სხვაობით გავასწარით 13.5 მილიარდი დოლარით, ბიუჯეტებს შორის 3.5 მილიარდი დოლარით, რაც თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს. ასევე გვაქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდის საშუალოადიანი პროგნოზი, რომლის თანახმადაც 2026-2031 წლებში საქართველოს ექნება ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, როგორც ფართო რეგიონში, ასევე მთლიანად ევროპის მასშტაბით. რა თქმა უნდა, ეს პროგნოზიც ეფუძნება კონკრეტულ მაჩვენებლებს, იმ ტენდენციებს, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას გასული 5 წლის განმავლობაში.